დედა, მოვედი, დედა. მოვიდა შენი უფროსი შვილი. როგორ ახლა, როგორ? ჩემი დედაი, ჩემი ოქრო დედაი. მათი შეხვედრა ყოველთვის ამ შეძახილით იწყება. გიორგი თათარაშვილი 85 წლის არის და 3 ძმიდან ყველაზე უფროსია. ამბობს, რომ დედა და ბავშვობის სახლი ყოველთვის ენატრება თბილისიდან კასპში, დღესაც ამიტომ ჩავიდა. მათ წარსულის მოგონებებიდან გასახსენებელი ბევრი აქვთ. ნაწილი დავიწყებას მიეცა, თუმცა დედაშვილურ სითბოს დრომ ვერაფერი დააკლო. აი ნახეთ ახალგაზრდობაში როგორი ბიჭი ვიყავი. დედა ამჟამად ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 105 წელზე ზევით რომ არის ეს ვიცი. ყოველთვის მარიგებდა რომ მოქცეულიყავი კარგად, მე სწავლა კარგად. მეც უჯერებდი და პირველი კლასიდან უმაღლესამდე სუფრიადოსანი ვიყავ. კარგი იყო, საქმიანი იყო. შეშაგიდოდა, რამე გიდოდა, სუყარაფერი ხალისებოდა და მოექონდა. რამე ცოლი მაყვადა და ხომ შვილი თამადა, დედა თამადა, რაღა უნდა თამადა. აი თურმე ვისგან გამომყვა თამადობა მე. სულ კარგად მენახი. ნუ გეშინია. შენ ისეთი მაგარი ხარ და მეცა, რომ შენთან და ჩემთან სიბერეს ან სიკვდილს რა ხელი აქვს, რა სამართალი. ბატონი გიორგი უამრავი სიგელის და მედლის მფლობელია. პროფესიით ისტორიკოსმა ცხოვრების 60 წელი პედაგოგობას მიუძღვნა. თავის ისტორიას დღეს უკვე ამ კარადაში ინახავს. დრო და დრო ათვალიერებს და წარსულს სიამაყით იხსენებს. გადმომცეს ეს медали. Отличник оборон гражданской СССР. პოეზია მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჭირისა თუ ლხინის დროს სათქმელს ყოველთვის ლექსებით ამბობს. თითქმის ყველა მათგანი ზეპირად ახსოვს და წერას დღესაც აგრძელებს. ასეთი მუზა მომივიდა. ერთადერთი რაც მწამს ღმერთი, რაც ვიწამე ამ მიწაზე არის ჩემი ტურფა მხარე, რაც მახარებს. ჩემი დედა საქართველო, მისი თადა, მისი მდელო. დროებით თბილისში დაბრუნება უწევს და დედასთან გამომშვიდობება უჭირს, თუმცა მის სანახავად მალე დაბრუნდება და ჩვეული შეძახილით კვლავ გაახარებს. წავედი მე. მეორე თუ ამოვალ, უფრო მხნეთ იყავი, უფრო გავღონით სავსე მენახი. ჩემი დედა. მოკლედ ნანიკო სანამ ტირის და ცრემლებს მოიწმინდავს, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი წარუდგინა ჩვენს მაყურებელს, ბატონი გიორგი თათარაშვილი, რომელიც კასპიდან დღეს სპეციალურად გვესტუმრა, რომ ამ თავისი არაჩვეულებრივი ისტორიის და თავისი ოჯახის შესახებ მოგვიყვეს. ბატონო გუგა, მოგესალმებით, იმიტომ რომ თქვენ რომ არა, ჩვენ ამის შესახებ ვერაფერს ვერ გავიგებთ. მოდი დავიწყოთ თავიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და როგორ გაიცანით ბატონ გიორგი. ისტორია ძალიან უცნაურად დაიწყო. ბატონმა გიორგიმ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს დროს ასუფთავებდა ბაღს და ბალახს მოუკიდა ცეცხლი და სამწუხაროდ მოეკიდა ცეცხლი. ძალიან ღრმა დამწრობა მიიღო მარცხენა წვივზე, როდესაც ჩვენთან შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში, ბუნებრივია გავეცანით მას, ჭრილობები დავათვალიერეთ, ასაკი გავიგეთ 87 წელი. 185-ის, 185 მალავდა ასაკს, იმიტომ რომ უნდა უფრო ახალგაზრდა გამოჩენილიყო. ჩვენ მაიქიმა თეაუროტაზე მკითხა მას ასაკი, შემდეგ აუხსნა რომ მას ჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა, ანუ ოპერაცია წვივზე და ბატონმა გიორგი გააკეთა პაუზა. შემდეგ გითხრა რომ მე დედის გარეშე ამას ვერ გადავწყვიტაო. უნდა დავრეკო დედასთან. ბუნებრივია ხა გულში ყოველას გაგვეცინა და ეს სახელზე არ გვეწერა. მართლაც ამოიღო ტელეფონი, გადარეკა, დაალაპარაკეს დედას და აიღონება. ჩვენი გაკვირვებული სახეების ფონზე დედამ ექიმებს ყველაფერი დაუჯერა. და მანაც დაუჯერა. დაუჯერა, ოპერაცია გაიკეთა, კანის განარგვა გაუკეთა მას რთული ოპერაცია. რთული ოპერაცია და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბრავო.
როგორც კი შესახვევიდან გამოვედი, პირველი რაც გავაკეთე, ზარი დედასთან, მეთქი ნანა, როგორ ხარ? თქვენ დედას დაურეკეთ. იმენად გაკვირვებული ვიყავით, ვერ წარმოვიდგინეთ, რომ 87 წლის მამაკაც დედა ჯანსაღი სახსალამათი ყავდა, რომელმაც ტელეფონით დაარეკა. დარჩევაც კი მისცა. სამწუხაროა, რომ სტატისტიკა არ არსებობს, არის თუ არა საქართველოში ამდაგვარი ოჯახები, საუკუნის გადაცილებული დედა ან თუნდაც მამა, თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ვიცით. ბატონო გიორგი, 165 წლის რომ ბრძანდები, დედა თქვენი რამდენი წლის არის ზუსტად? 65 წლის ვინ არის? 85 წლის, 100. დედა რამდენი წლის არის? ხო თქვი 105-ის ზემოთ არის. მაგრამ აი ზუსტი მონაცემები არ არის. არა. თქვენ რატო დამალეთ ასაკი და 85-ის ვარო რატო თქვით, როდესაც რო მიხვედით? შევედი ექცნების სახით ისეთი ლამაზი გოგოიალედა რომ გული ამიძგერდა და მე 2 წელსაც მიშველდი. 2 წელიც მოაკელით. დავიკელი ორი თურამეს მიშველდი. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის ხართ? ყველა შემთხვევაში დედას ეკითხებით ყველაფერს? თქმა უნდა ახლა ბევრ რამეს. ბევრ რაღაცას მაინც ვეკითხები, იმიტომ რომ ჭკვიანი ქალია და ბრძენი ქალი. მაინც ბატონო გიორგი, მეუღლემ არ ეჭვიანა ასაკი რომ მოიკელით და ეხლა ასე ხმამაღლა რო ამბობთ, რომ იქ ახალგაზრდა ლამაზი ექთნები არიან. არის ის გაიგო ეხლა. ახლა გაიგებს. მეუღლეზე რომ მიდგენ საქმე, იმდენი სათვალო ლექსები მაქვს, რომ ვის უწერთ? აი, ბაჩემ გოგოსთან რო ვიყავი. დიახ. მე ვთქვი ახლა ის წეღა რო თქვი, რომ მეთქი, აი დავაჯერო რომ გული მაქვს მეთქი. ხო არ იწერება ეს. არა, პირდაპირ ეთერში ვართ, არ იწერება, მაგრამ ტრანსლირება მიდის პირდაპირ. ხო და მე ვთქვი ახლა რით დავაჯერო, რამდენჯერაც შემეკითხა მოვიდო და არ დავმალავ. მე არ ვიცი ახლა რა თვალზე შემომხედა. კარგ თვალს. რო მივიდო და ვისაც ოპერაცია გავუკეთა. მე ჩემთან მოვიდო და როგორ ახარო მეთქვა, ერთხელ მითხრა როგორა, ორჯერ მითხრა, წეღან ხო გავეცი პასუხი. ხო და დაიღალეთ ამდენი კარგად ვარს პასუხით და ლექსი დაუწერეთ გუგას, ხო? ხო, მე დაუწერე ლექსი და ჯერ იმას ვიტყვი მაშინა. კარგით. აი რომ დავაჯერო მეთქი რომ კარგად ვარ, კაცი რომ ლექსების ხასიათზე მოხვალ. ექთნებთან გათამაშების. პირველი სატრფო რო გაგახსენდება. ეს იმას ისევ კარგად ახარ. ვითხარით ლექსი. რა როგორ გამახსენდა, იცი? აი აქეთ მე ვიყავი ფანჯიდან უცხეროდი. ის იქიდანა. პირველი სტუდენტი ვიყავი, ხო და გოგუებს იამაყებოდათ, ის მე-9 კლასელი იყო, რომ სტუდენტი დიდ ბიჭს მოწონდა. თან როგორი ბიჭი სოფიკო. ხო და მე რაღაცა მთები აღიმართა ჩვენ შორის რაღაცა მიზეზების გამო და მერია ეხლა გამახსენდა. ესე იგი კაი ხასიათი. ესე იგი კარგზე ხარ. მომიყვანა. ხო და აი ასეთი მუზა მომივიდა. შენი გულის სითბო მახსოვს, შენი ფანჯრის რაფები, სიყვარულის ბადეს გსოვდით, წამწამების ძაფებით, შენი ერთი გაღიმება სიცოცხლის წლებს მატებდა, მაგრამ შენთან ყოფნის სურვილს ლოცულობდი ხატებთან. ბედმა ჩემი ოცნებები ღრუბლებივით გაფანტა, ვერ ვეღირსე შენს დედობას, ჩემი შვილის აკვანთან. ახლა 4 ვარსკვლავი მყავს, მინათებენ მომავალს, 4 დიდი სიხარულის 4 შვილის მამა ვარ, შენც დედა ხარ და თუ გულმა დღემდე გამოგიყოლა და ლამაზ ღაპრად დარჩეს, იყო არა იყო. ბრავო, ბრავო. 87-ის თუ 5-ის, მაგრამ არაჩვეულებრივად ნიჭიერის ხარტი, ჯანმრთელი, რაც თავარია. ბრავო ბატონო გიორგი. ბატონო გიორგი, იქნებ რეცეპტი მითხრათ, აი ესეთი ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიგარეტს არ ეწევა სოფიკო. თქვენ დედა თქვენ ეს გენეტიკა, რამე განსაკუთრებულით იკვებებით, რამეს განსაკუთრებულად, აი ესეთი მეხსიერება როგორ ის თქვენ გაქვთ, რა არის ამის რეცეპტი? რა ვიცი რა ვიცი პაპიროს არ ვეწერე. აჰა, ეგ არის თავი. პირველი წლების მანძილზე სკოლაში მივდივარ და ახალი დირექტორი დანიშნული ვარ რა და ორი ახალგაზრდა მოდის, მოუახლოვდნენ სკოლას და
რო დამინახეს, აიო, ჩემზე თქვენს. აიო. მივედი რა შეასაქმე, თურმე სოფელში დადიან და თამადოს ვერ შოულობ. ერთი ცოლი მოყავს და მეორე მეჯვარია. ოდო, მე მითხრა, რომ თამადაც უნდა წამოხვიდე. აი რა უნდა მეთქვა დირექტორი ვარ ახალი და ალდექი მეც ვიტრიპაჩე ისეთი თამადობა მე თქვი ახლა ცუდად რომ ჩავატარო არ იტყვენ ამან ჩემს შვილს რა უნდა ასწავლოს ამიტომ ზოგი ლექსი ზოგი იმის შემდეგ ამომიჩემეს ცნობილი თამადა ბრძანდა სულ არ მიკვირს ბატონო გიორგი ამომიჩემეს იმის შემდეგ 50 წელი თამადა ვიყავ 51 წელი აი რეცეპტი ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება ბატონო გუგა რამეს ხوار დაამატებთ კიდევ თქვენი დაამატებდი რომ მიუხედავად რთული ოპერაციისა მას ფეხი ისე შეუხორცდა როგორც საკმაოდ ახალგაზრდასო შეუხორცდება ახალგაზრდა მკურნალობის ყველა პროცესი წარიმართა რა ვიცი ძალიან წარმატებულად იმიტომ რომ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ახალგაზრდა ორგანიზმი აქვს ბატონ გიორგის ესეც აღიარება ძალიან რთულია დამწრობის დროს აი ეს პოზიტივი შეინარჩუნო ეს მუხტი შეინარჩუნო მის პალატაში ყველას ბატონი გიორგი ამშვიდებდა და ყველას ამხნევებდა რაც არ მოსაუწყო ანუ მე თავისუფლებას მივცემ და თქვენის ნებართვით რეცეპტს ვიტყვი ამ ახალგაზრდობის სიყვარული ну თამადობა და კარგი ჰაერი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი თავისთავად, მაგრამ სიყვარული, მომავლის იმედი და ადამიანებთან ურთიერთობის აი ეს რაღაცა განსაკუთრებული ჩვევა, რომელიც თქვენ გაქვთ ბატონ გიორგი, რომელიც მე აი ამ წუთში დავინახე. ალბათ ეს არაბერებს და ეს აცოცხლებს დიდხანს ადამიანს. მე გეთანხმებით, იმიტომ რომ როგორც გინდა რამე მткиოდეს. აი ექიმებს რომ ნახავ ხოლმე არაფერი არ აქვს. განსაკუთრებით ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონია. არა, მაგრამ გუგამაც ვიცი რომ ძალიან ბევრი რამ გაგიკეთეთ, მაგრამ გუგა არა მარტო თქვენ ყველა პაციენტთან ასე იქცევა, როგორც ვიცი. ლექსიც ხომ მიუძღვენით გუგას? ხო. ხო. ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მოკლედ თუ იტყვით ლექს მოასწრებ. მოკლედ რამდენიმე წუთი დაგჭირდა ისათვის რომ ბატონო ზეპირად ვიცი, მაგრამ გახსოვთ ყველა თქვენი ლექსი ზეპირად. ხო, ესეც ვიცით, მაგრამ რუარ შემეშალოს მაინც მინდა რომ პატარა ფრაგმენტი გუგასადმი მიძღვნილი ლექსიდან რასაც მოვასწრებ და ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი რეკლამამდე. ხო, აი ვიტყვი პირად. მოკლედ თუ შეიძლება. რამოდენიმე მარტო ლექსი ვიტყვი ამიტომ. კი ბატონო. ლექსი ეძღვნება ბატონ გუგას, მის ექიმს, რომელმაც უძველესი ოპერაცია გაუკეთა და დღეს ის ჯანმრთელად ზის აიაქ. ასეთი სათაური დავაწერე. საავადმყოფოში. უძღვნი გუგას. დიახ. წერდი დიდი ამბით ახლა გადამეწერა კოხტათ მე. წაიკითხეთ, თორე ვეღარ მოვასწრებ. კაი. ჩემო გუგა შენთან ყოფნით გრძნობდი მხოლოდ წამებას. მე რომ შეხვდე თუნდ 1000-ჯერ გულს მუდამ იამება. აქ შეხვედრა გინდ გეწყინოს სულ არ მეპიტნავება. ყველასავ თხოვ უფალსავ თხოვ სულ გაცხოვროს ბედნიერი ცხოვრებით მაგ კოპწია ულვაშები. მე მახსოვრები. მადლობა ბატონი გიორგი, რომელიც არ მე მეგონა მორჩით, მე მაპატიეთ. კაცურ კაცად გაგიცანი კაცურ გამონათებით ცხოვრების გზებს დაგილოცავ ანთებული სანთლებით შენ სიცოცხლეს უფლის კალთა უკვდავებად ფარავდეს მწვერვალივით ამაღლდი და ზეგლად დაპატარავდი სულ ჭაბუკი დარჩი მარად და გაჭაღარავდეს უფალმა რომ 100 წელი მომცეს გასაჩუქებლად ასივე შენ გაჩუქებდი ერთს არ დაგიმალავდი უფალს მეთქო რომ სიცოცხლე მოგანიჭოს მარადი. ბრავო, ბრავო, ბრავო. ვინმე დაუწერია ლექსი თქვენთვის? არა, არავის არ დაუწერია. მაშინ ასე ბატონი გიორგი, რომელიც 185 წლის არის, დედა 105 წლის არის, არ ვიცით, მე ჯანმრთელობას გისურვებთ და დიდხანს სიცოცხლეს. და დიდი მადლობა გუგა ქაშიბაძეს, რომელმაც მოგვიყვანა ჩვენ ასეთი არაჩვეულებრივი სტუმარი, რომელმაც გაუკეთა შესანიშნავი ოპერაცია და რომელს მოგვეცა საშუალება, რომ ეს არაჩვეულებრივი ოჯახი გაგვეცნოთ მაყურებლისთვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი. დიდი მადლობა, დიდხანს სიცოცხლე. რეკლამის შემდეგ კი ქართული